გამარჯობა ჰარი. მოგესალმებით. ეს არის გადაცემა კინოშესტომები. დღეს ჩვენ განვიხილავთ ფილმს ჰარი პოტერი და ასკაბანის ტყვე. ჰარი, დაიფიცე, რაც არ უნდა გაიგო ბლეკის საძებნელად არ წახვალ. მისტერ უიზლი, რატომ უნდა მინდოდეს ისეთ კაცთან შეხვედრა, ვისაც ჩემი მოკლა უნდა? თუ ოდესმე სხვაგან ცხოვრება მოგინდება? რა, შენთან ვიცხოვრო? თუ არ მოგინდება, მაგასაც გაგიგებ. ჭიქაში გრემი ყავს. ძაღლის ფორმის გამოსახულება. ყველაზე საშიში ნიშანია. სიკვდილს ნიშნავს. ნამდვილი სიყვარული არასდროს გვტოვებს. ისინი ყოველთვის აქ არიან. იცი რას გეტყვი? ისე ამ სედენაქარიო კიდე ამ სედენაზე გაბერა, ჯადოსნური ჯოხი, სიტყვებისა და სხვა ყველაფრის გარეშე ცოტა უცნაურია. თან უფრო მომავალში იმასაც ვიხილავთ, რომ უშიტყვოთ მაგიას ბავშვები მხოლოდ მე-6 კურსზე ისწავლიან. მაგ დროსაც მარტო ჰერმიონ დამეტაიჭყვენი ვარ გრეინჯერს გამბოა ეს ყველაფერი. ხო და გელა, ანუ ეს სცენა სრულიად აბსურდია, ხო? დამნილად ბატონო უფროსო, ეს არანაირ ჯადოსნურ კანონებში არ ჩნდება. ეს დასაშვები ფანტასტიკაში ბატონო ჩემო. მან რას აკეთებ? ცოტა გასაკვირია ის ფაქტი, რომ ჯადოსნური მარშრუტკა იმ წამსვე ჩდება, რა წამსაც ჰარი ჯოხს აიქნევს. ანდა თუ ამ ავტობუსს ტელეპორტირება შეუძლია, ჰარის პირდაპირ დანიშნულების წერტილზე რატო არ გადაიყვანს? ნუ ფაქტია, რომ ჩემი ცხოვრების 5 უძვირფასესი წუთი მარშრუტკის ფორსაჟის ყურებაში დავხარჯე. Алика дорога! Чёрт, ხორივი! დავდედამო! ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ რონი და ჰარი როცა წინა ფილმში მანქანით გაფრინდნენ, ყველამ დაინახა და დაჟე მაგლებმა გაზეთებშიც დაწერეს მათზე. სულ ცოტა შვიდმა მაგლმა მაინც დაგინახათ. თუ წარმოგიდგენიათ, რაოდენ სერიოზული დანაშაული ჩაიდინეთ. და ჩემთვის გაუგებარია მაგლები როგორ ვერაფერს ვერ ხედავენ ამ ავტობუსზე, როცა ფაქტია, რომ სადღაც გაძვრა, მერე რაღაცაზე ახტა, აქედან აი ასე მერე ამაზე დახტე. მუხლზე ახტე და ისევ დაახტე. ბლეკი სწორედ ამის გამო გამოიქცა ასკაბანიდან, რომ გიპოვოს და მომკლას დაიფიცე, რაც არ უნდა გაიგო ბლეკის საძებნელად არ წახვალ. რატომ უნდა მინდოდეს ისეთ კაცთან შეხვედრა, ვისაც ჩემი მოკლა უნდა? რავი, ჰარი, ალბათ არტურას შენი წინა ფილმები ნანახი აქვს და შენი თავზე ხელაღებულობისაც სწამს. წამოდი, ყველა კუპეს ავსეა. კაი რა ჰერმიონ, რა კაცი გამოწი და ზეიდან დაამატე თუ გინდა, მაქსიმუმ 4 კუპე დახე სულ და რა იცი რომ მთელი მატარებელი გადატენილია ხალხი. ეს ვიღა, ეს RJ ლუპინია. მართლაც წინავს. რაღაც უნდა გითხრათ. აი არც ერთი მოსწავლე მით უმეტეს ამ ასაკში მეგობრებს საიდუმლოს არ გაუმხელს თუ მათ გვერდით მასწავლებელი ზის თუ წერს. ნუ მოკლედ რა როგორც არის, რატო უნდა გარისკო რაღაცის თქმა, რომ შეება ამ რაღაცამ საქმე გაგიფუჭოს. გვერდზე გიზის მასწავლებელი, რომელიც შეება ვოლდემორის ბიძაშვილი იყოს დედის ხაზით და რამე ეგეთი, რა ვიცი. და ბოლოს მაგიის სამინისტროს დაჟინებული მოთხოვნით ჰოგვორტს ასკაბანის დემენტორები დაიცავენ. იმ დრომდე ვიდრე არ დაიჭერენ სირიუს ბლეკს. დემენტორები ყველა შესასვლელთან განთავსდებიან. დამბლდორმა თქვა, რომ გასასვლელს შემოსასვლელთან დავაყენებ მე დემენტორებსო. თუმცა რატომღაც მთელი ბატალიონი შავი ტიპის თავზე პარპატებენ. შიხვარა ავტო. ისე უფროსო აღარ მიყვეს ამ 15 პატიმრობის ვერი ძალა გამოწვილი სინიუსი რო გაიქცა. შეი რა. ამათმა კარის სომა თუ არ ეციან, ციხე ზაიცავენ. შეი. ხოინა შენი ჭიქა? ჩემო ბიჭო. ჭიქაში გრემი ყავს. ძაღლის ფორმის გამოსახულება სიკვდილს ნიშნავს. ნებისმიერ 15 წლის ბავშვს ეს წინასწარმეტყველება ოდნავ მაინც შეაშინებდა და როცა იმ ძაღს გაიხსენდა, მინიმუმ 1 კვირა ოთახში ჩაიკეტებოდა. კი, მაგრამ უფროსო, თქვენ გავიწყდებათ, რომ ეს დიანი ჰარი პოტერია და ის სიკვდილს ყოველ წერს, ისე ამარცხებს თითქოს სიკვდილი კი არა, სიცოცხლე ყოფილიყოს. ნუ რაღაც პონჩი გეთანხმე, მაგრამ ის ბოლო ხუბრობა არ მომეწონა გელა და ცოტა დახვეწე ხა. სირცხვილია, ხალხი გიყურებს. აბა, მიუახლოვდი. და თავი მდაბლად დაუკარი. თუ თავს დაგიკრავს, შეგიძლია შეეხო. თუ არა, ამაზე მერე ვისაუბროთ.
კაროჩე ხალხო ეს რაღაც აღმოვაჩინე რა. ჰარი პოტერის პროფესორები სპეციალურად არ იძახიან გაკვეთილის უმნიშვნელოვანეს ნაწილს. რომ მე ბოლოს მაყურებლებმა კარგად გადავიხარხაროთ და დავციოთ ეს როგორ გამოგჩათო. ანუ რეალურად ესენი მეოთხე ყედას არ გვავენ და ჩვენ გასინებაზე ზრუნავე? ანუ ჰაგრიდს რო ეთქვა რომ ბაკმიკის სახეც აგიხებს თუ არ დაგეჩოქაო? დრაგო გადარჩებოდა? კი კელა ესეა. და თუ ბაკმიკი გადარჩებოდა, ისე სირიუსიც ვერ გადარჩებოდა? კი ბატონო, ეს ყველაფერი ესეა, შენ ეს არ უნდა გცოდნოდა გელა. ჰაგრიდი წავიდა. ბაკმიკი კი აშვებულია. იმედია საწყალი ბავშვებიდან თავარი გბირები მაინც დაბრუნდებიან საერთო ოთახებში ცოცხლები. ისეთი არაფერი არ დამიშავებია მე მგონი, მაგრამ კიდევ ვაშავი, იმიტომ რომ მე ვარ დებილი. ამ კაცი ჯადოსნური გაზეთები ჯადოსნურ ფოტებს გამოიყენებენ, რომ რაც შეიძლება რთულად ასაკითხი იყოს. მგონი დღეისთვის საკმარისია. ძალიან კარგი კლასი ხარ, აბა? მეგობრებო, ჰარიმ რა თქმა უნდა ძალიან მაგარ გაკვეთილში კიდევ ერთხელ ჩააჯვა და ჩემს სკოლაში ვინმეს რომ ესექთა კაკა მინიმუმ galახამდნენ და მაქსიმუმ ვერ დავიჯერებ რომ სკოლის რომელიმე პროფესორი სირიუს ბლეკს ხელს შეუწყობდა. სასახლე სრულიად დაცულია სევერუს. და ვფიქრობ მოწაფეების საძინებლებში უნდა გავუშვათ. პოტერს რა უყოთ გავაფრთხილოთ? ახლა არ ღირს, ჯობია ეძინოს. დამბლდორი როგორც ვთქვით სამყაროში საუკეთესო ჯადოქრად არის აღიარებული. ანუ უფროსო ეს იბასტიაშო და დამბლდორის საშუალოზე უფრო ჭკვიანია. ხო და ჩემი და განათლებული საზოგადოების აზრით საშუალოზე ბევრად უფრო სულელი ადამიანიც კი მიხვდება, რომ საიდუმლოებები ნახევრად ძინარე ბავშვების თვალწინ არ უნდა გააბაზრო. თან ეს საიდუმლო ეხება იმ ბავშვს, რომელსაც შენი 100%-ით ესმის ახლა ამ შემთხვევაში და არც ისიცი რომ ამ ბავშვს უეჭველი ძინავს. ვაიმე რა სიზმრებში ხომ ჩვენ სხვა სამყაროში გადავდივართ. იქ შეიძლება ოკეანის ფსკერზე ჩახვიდე, ან მთის მწვერვალი დაიპყრო. რანაირად? ნუ ჰოგვარტსი რომ სამყაროში ყველაზე დაცული ადგილია, ეს პირველი ფილმიდანაც ვიცით, მაგრამ რა ვიცი, რაღაცა იქნებ ბავშვები დაგეცვათ, რომ მეხი არ მოხდეთ თავში და დედა არ მოეხნათ. გაგედო მაირამ დუდუქში? მაპატიე. არაუშა. ჰარი ჩემო ჰარი. დედა სწორედ დაცემულიყავი, ჰა? სხვა ცხოვრებაში გაგემართლებს მობილო, უეჭველი გაგემართლებს. Maybe in the next life, huh? Maybe in the next life. აი საკობი ხართ. ой, რიფონ. რო ხართუ ბარბაი, ხაბერ დაიხე აქცია, მაგრამ დაიხმულაი და შეგვიძლია რომ აფხელა გრაფიკული ეფექტი დგას. შენი ბრუციანი დედა. ისე ბავშვებო, ვინმეს რომ არ დაენახეთ, იცით რა გამოგადგებოდათ? აუ, მე არ მახსოვს, მოიცა რა იყო? მოიცა გავიხსენო. არა, გამახსენდა. რაიმე ნაჭერი, რომელიც მიფარებად უჩინარებად გაქცევთ. საღოლყლეო. ის მარცხვებით. წამოდი ბაკბიკ. ჩქარა. იმას შეხედეთ. იჩქარე ბაკბიკ. პროფესორო, მოდით საქმეს მივხედოთ. დიახ. კი, მაგრამ სად არის? ორი წუთის წინ აკიწვა. აი, ის დავიკიდოთ, რომ სამის დასრული ადამიანი ბუნების ცქერამ და მარწყვლმა გააშტერა და ბაკბიკისკენ არავის არ გაუხედია. მაგრამ უფრო საინტერესო რა არის, იცით? ოუჯი ჰარიმ და ჰერმიონამ თიდან როგორ ვერ დაინახეს თავიანთი თავები, რომელსაც ცხოველი მიყავდათ. რეალურად ფიზიკა გვასწავლის იმას, რომ თიდან კარგად ჩანს ეს ყველაფერი რა. ისე უფროსო, ოუჯი ხარიც კაი ხროდორ ბაღოფილა, მომავლის ჰარი რო ვერ დაინახა. ან მისი ხوار დაი. უფროსო, ენ გეუბნებით, დამბლდორი შისტერიუს ფელიციუს თუ არ ასმენდეს ამათ. ხო, აი, მეც მაგას დავფიქრდი რა, შისტერიუს ფელიციუს არის უძლიერესი მაგია და მე მგონი სნეიპსაც ეკონა დალეული, მაგცია რო ვერ დაინახა ცოტა ხნის წინ. ვაიმე. მე თვითონ გამოვუშვი პატრონოსი. ახლა უკვე ვიცი რომ ეს შემიძლია. რადგან საკუთარი თვალით ვნახე. რა ხდება, ბოზიშვილებო? ისე კაც რომელსაც მთელი ჯადოქრობა დაეძებდით, იქნებ 1-2 მცველი მაინც მიუჩინოთ, რომ ჩიტებისთვის გაკეთებული საკიდან რამენაირად არ გაიქცეს. ჰარი, შენ გიყურებ. ყვერო. ჰარიმ და ჰერმიონ გრეინჯერმა მთელი ჰოგვარტსი გაწი გამოწი 5 წამში აირბინეს.
ანუ ეხლა ცოტა ხანი დაუკვირდეთ რა. რეალურად ჰარიმ და ჰერმიონმა დედა აფეთქებული ტერმინატორის დონის პარადოქსი შექმნეს და მარტო ბაკბიკის გადასარჩევად იყო ეს ყველაფერი. რადგან დაუკვირდით, ჰარის რო ქვა არ ესროლა დამბლდორი დაიჭერდა. ბაკბიკი აიკენწლებოდა, სირიუსი რომს ვეღარ წაათრევდა, ჰარი და ჰერმიონი თითქმის ხო, ნუ მოკლედ, ეს სცენა ვეღარ მოხდებოდა. ჰარი პეტიგრიუზე ვერაფერს ვერ გაიგებდა და ლუპინი ალბათ თავის კაბინეტში გახდებოდა მაქცია. ანიუ სამსახურსაც შეინარჩუნებდა. სირიუს კიდე რამენარად მაინც მოკავდა სკაბერს. ან პეტიგრიუს, ან კაცს. ცოტა მობნია მომბო. ანუ რეალურად არაფერი შეცვლილა. და ბაკბიკს რაც შეეხება, რავი, დამბლდორი რამეს მაინც უჩალიჩებდა რა, ისეთი გულიანი კაცია, ხა? არ შეეშლებოდა რა, ეკენაცოლეთ. ასეთი საწყალი სახე რატომ გაქვს ჰარი? არაფერი შეცვლილა. ხო და ჰარი მეც მაგას ვამბობ. აბა, მორჩა ეგ იყო რა კინო დავიშალეთ. თუ მოგიწონათ და ლაიქი გამოიწერე არხი დატოვე კომენტარი შემოდი დისკორდზე დაგველაიქე ყველგან სადაც ვართ და რა მიყვარხართ გაკოცეთ შუბლზე კერძოთ. ხო და რა ვიცი ხა ახალ წლამდე შევეცდები კიდე ერთი ვიდეო ესე გაჩუქოთ ჩემი გული და გამოგლენჯილი. Just hear those sleigh bells jingling a ring a ting a ting a ling a too. Ring a ling a ling a ding dong. Come on, it's lovely weather for a sleigh ride together with a Jew. Ring a ling a ding a ding. Outside the snow is falling and friends are calling you home. Ring a